მომხმარებელთა უფლებების დაცვა, როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ქვეყნებისთვის ერთ-ერთ თანამედროვე გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოში მოქალაქეების უფლებებს, რომლებიც ბიზნეს აქტორებთან რიგ პრობლემებს აწყდებიან, რამდენიმე უფლებადამცველი სააგენტო იცავს. მათ შორისაა კონკურენციის სააგენტო, ეროვნული ბანკი, სემეკი, კომუნიკაციების კომისია და ასე შემდეგ. ეს უწყებები არამხოლოდ მომხმარებლების, არამედ ბიზნეს სუბიექტების ინტერესებსაც იცავენ. უფრო სწორად, ცდილობენ მოქალაქესა და ბიზნეს ოპერატორს შორის ჯერ შუამავლობა იქისრონ. ამის შემდეგ კი სამართლებრივი დავა აწარმოონ. ამ უწყებების ორგანიზებით თბილისში უკვე მეოთხედ გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებლების უფლებების დაცვის შესახებ. პანელური დისკუსიისას გამოიკვეთა ეკონომიკური ბაზრის თანამედროვე ტენდენციები, მონოპოლია და დემპინგი, უკონტროლო ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა თაღლითობა თუ არაკეთილსინდისიერება ონლაინ ვაჭრობისას. წელს ჩვენ დაახლოებით 57%-იანის დაგვაქვს განაცხადების მიღების და აქედან 90% არის გადაწყვეტილი მომხმარებლის სასარგებლოდ და საკმაოდ სოლიდურია ის თანხა, რასაც მომხმარებლები ჩვენი ჩართულობის შედეგად იბრუნებენ. გამოწვევასაც შეეხება ჩვენ რა თქმა უნდა ჭირდება კიდევ უფრო მეტი ცნობიერების ანაღლების მიმართულებით გარკვეული აქტივობები, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ კიდევ უფრო გავაძლიერებთ და ასევე ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია და რომელიც გადის სასამართლო კონტროლს ამ საქმეებში, საბოლოო შედეგის მიღწევა, რისთვისაც ჩვენ მზადავართ და აქტიურად ვემზადებით ამ მიმართულებისთვის. ასევე გამოვლენა იმ რისკის შემცველი ბაზრები, სადაც შეიძლება იყოს გარკვეული ხარვეზები კონკურენტული გარემოს მიმართულებით. 1000-ზე მეტი განცხადება საჩივარი გამიხილეთ და ჩვენს მიერ დადგენილი წესების და ვადების დარღვევისთვის ასევე კომუნალურმა კომპანიებმა მომხმარებლებს 2.700.000 ლარზე მეტი საკომპენსაციო თანხები დაარიცხეს. ამდენად მარეგულირებელი კომისია კვლავაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე დგას. სხვადასხვა კვლევების, სხვადასხვა შესწავლა საკითხებისა, ბაზარზე როგორ ხდება манипуლირება, რამდენად კეთილსინდისიერია ბაზრის ოპერატორების, სხვადასხვა აქტორების მხრიდან, ასე ვთქვათ, ქმედებები და ხომ არ აქვს ადგილი, ვთქვათ, კონკურენციის შეზღუდვას, მომხმარებელთა უფლებების დარღვევას, ყველაფერი ეს ყოველთვის რჩება ყურადღების ფოკუსში სააგენტოსთვის და ეს ბუნებრივია, განსაკუთრებულად დასაფასებელია ჩვენი სამინისტროს გადმოსახედიდან. არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი გახმაურებული კვლევა გამოქვეყნდა ამ თვალსაზრისით, რამაც განაპირობა კიდეც ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები საომავლოდ და სწორედ ამიტომაც ვაფასებთ განსაკუთრებულად ამ თანამშრომლობას. მოქალაქეთა უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მომხმარებელთა უფლებების დაცვა უმჯობესდება. თუმცა მათი თქმით, დიდ ბიზნესში სავარაუდო ფარული გარიგებებისა თუ დემპინგისა და მონოპოლიის წინაშე მოქალაქეები ჯერ კიდევ დაუცველები არიან. ისინი სახელმწიფოს კანონების გამკაცრებისა და ეფექტური აღსრულებისკენ მოუწოდებენ. პრობლემატური საკითხია ანტიმონოპოლიური მდგომარეობის შესწავლა, ამ მიმართულებით მსჯელობები, ასევე ბაზრის სფეროში დომინანტი სუბიექტების ურთიერთობისა და შესაძლო ფარული გარიგებების საკითხი, რომელიც ბაზრის განვითარებასა და მთლიანად ეკონომიკის სტიმულირებისთვის მნიშვნელოვანია და რაც ასევე თავის თავში აისახება მომხმარებელთა უფლებებს. არსებითად მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფოს ნება გატარდეს იმგვარი პოლიტიკა, რომელიც ერთი მხრივ კონკურენციის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს, მეორე მხრივ მომხმარებელთა უფლებების დაცვა იქნება უზრუნველყოფილი. ამ თვალსაზრისით საქართველოში ბოლო წლებში ნამდვილად შეინიშნება დადებითი ტენდენცია. მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო კონფერენციას სხვადასხვა ქვეყნის მარეგულირებელი სააგენტოების წარმომადგენლები და 20-მდე საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. Consumers International-ის საერთაშორისო და სამთავრობო ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი ერიკო დე მოლი ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას ამბობს, რომ თანამედროვე გამოწვევები ბიზნესსა და მომხმარებელთა ურთიერთობებში, როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ისე საქართველოში თითქმის საერთოა. მისივე თქმით, მხარეებს შორის დიალოგი პრობლემების მოგვარების ერთ-ერთი წინაპირობაა. თავარ პრობლემებს შორის წელს ყველა ასახელებს ხელოვნური ინტელექტის არასწორად გამოყენებას. ჩვენი აზრით მთავარი გამოწვევა მაინც ციფრული ვაჭრობის მიმართულებითაა. ონლაინ ვაჭრობისას არაერთი ხარვეზი, შეცდომა, თაღლითობა ფიქსირდება, რაც აფერხებს მომხმარებელთა უფლებების სათანადოდ დაცვას. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ტრადიციული ფიზიკური ვაჭრობის გამოწვევებიც. მაგალითად, პროდუქტის უსაფრთხოება ისაა, რაც ერთ-ერთი რთულად დაძლევადი გამოწვევაა. აქ არ იგულისხმება მხოლოდ საკვები და ფიზიკური პროდუქტი, არამედ ციფრული პროდუქტიც, თუნდაც მომსახურება. ხარისხის კონტროლი და უსაფრთხოება დიდი გამოწვევა
იყო ყოველთვის და დღესაც ასეა. ამიტომ მიმაჩნია, რომ სახელმწიფო უწყებებსა და ბიზნეს შორის ასეთი დიალოგი არსებული პრობლემების დაზგლევის ერთ-ერთი მთავარი გზაა. საქართველოში გამართულ ამ კონფერენციაზე ჩვენ საერთაშორისო გამოცდილება გავაზიარეთ, რაც ყველა მხარეს თავიანთი მეთოდების გაუმჯობესებაში დაეხმარება. ორგანიზატორთა განცხადებით, ორდღიანი კონფერენციის მიზანია საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება და ბიზნესსა და მომხმარებლებს შორის მედიაციის ეფექტური უზრუნველყოფა. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.